მომწონს რომ ჩემი გლობალური სცენარი ემთხვევა, დარწმუნებული ვარ, ჯერემეთი ხო, სტილისტიკურად მირჩევნია მერაბმა იჩხუბოს ომალი ჩემპიონს, ვიდრე პეტრიან ჩემპიონს. პირველ ამ დაბრუნებაზე გულისხმობ. და ეხლა კიდე მერაბმა ცოტა პაუზა რო აიღოს და ეხლავე რო აჩხუბოთ, ან ვაითჰაუზზე რო აჩხუბოთ პეტრიანი ომალის საწინააღმდეგოდ, ხო, ესაც როგორია ესა იცი? რაღაც პატრიოტიზმი ამერიკული გააჩნია, თოფურია გეიჯი, ამერიკელი და ქართველი და რუსი და ამერიკელი. ახლა პეტრიანი მე მინდა რომ შეხვდეს ომალის და ომალი მინდა რომ შეხვდეს პეტრიანს. რადგან ომალი სტილისტიკურად მოუგებს პეტრიანს. და მე რა ყოველთვის მოუგებს ომალის. მე გეტყვი ახლა პეტრიანი მინდა რომ უმარს შეხვდეს. უმარს შანსი არ აქვს. უმარს ამ ბრძოლის შემდეგ პრელიმებში დაიძირება, never he will never gonna receive main event until it will be Abu Dhabi or Dubai. კაი, მაშინ რახან მერაბს და პიტერს უკვე ქონდათ ორი ბრძოლა და ერთი არიან ჩემი აზრით. რახან პიტერი ეხლა ჩემპიონია და მერაბი იყო ხანგრძლივი ჩემპიონი, ბევრი დაცვებით პირველი ბრძოლა ეს უნდა იყოს. ჩვენ რო ვთქვათ ახლა, ხო? მერაბი იმიტომ არის იმ პოზიციაში, სადაც არის აი people's champ, სადაც არის ეს სტატუსი გააჩნია, ხო? იმიტომ არის მაგა, რომ ყველა გამოწვევა მერაბი მიიღო. არსად არ მიუღია მაგას თხევადი საქციელები, არსად არ გაქონია მაგას. ყველა რაც მაგას შესთავაზენ, ყველაზე თქვა კი, არსად არ თქვა არა და უმარის ბრძოლიდან რო დავიწყოთ, ხო? უმარის ბრძოლა ყველაზე არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო მაგას. იანთანაც არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო ბრძოლა, მაგრამ უმართან უფრო არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო. ხო და ანუ მერაბი რომც ჭიდაოდეს და სრულად არ იყოს ბროულერი, ასე რომ ვთქვათ და აი სუპერ ნოკაუტერი როგორც თოფურია, ხო? მისი კაცობიდან გამომდინარე, მაყურებელს უყვარს და მისი კაცობიდან გამომდინარე, მაყურებელს აინტერესებს მისი ისტორია. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartwellians.